გამარჯობა. დღეს არის ჩვენი მეათე გაკვეთილი. გაკვეთილით დავიწყოთ ახალი სიტყვები. Mushroom, მარწყვი, ქვევია, ხიზილალა, ham, ლორი, beef stick, ბიფშტექსი, მათი, წყლის ხორცი, hot pot, მოშუშული ხორცი, soup, სუპი, pork, ღორის ხორცი, sour cream, არაჟანი, porridge, ფაფა, mushroom, ქვევია, ham, beef stick, mutton, hot pot, soup, pork, sour cream, porridge. გადავიდეთ ფრაზებს. I'm ready to order. მე მზად ვარ შეკვეთისთვის. Are you ready? მზად ხარ? Please fetch one more plate. თოთ მოიტანეთ კიდევ ერთ ეთებში. What do you prefer? Before will დაგირჩევნიათ საფონლის თუ ხბოს ხორცი. What salads do you have? რა სალათები გაქვთ? I'd prefer poultry. მე მერჩევნია ფრინველის ხორცი. We'd like potatoes well done. ჩვენ გვირჩევნია კარგად შემწვარი კარტოფილი. With pleasure. სიამოვნებით. I'm ready to order. Are you ready? Please fetch one more plate. What do you prefer? Before will. What salads do you have? I'd prefer poultry. Would you like potatoes well done? With pleasure. გავიმაროთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი წარსული სრული დრო. The past perfect tense. ჩვენ ვისწავლეთ რომ წარსული სრული დრო გამოხატავს მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებს რომელიღაც წარსულ მოქმედებას. იგი იწარმოება had დამხმარებლის და ნამყოდროის მიმდევრობით past participle. მაგალითები, when I entered the room, he was going. როცა სამზარეული შევედი, ის მიდიოდა. I saw cups and plates on the table and I realized that they had been there. მე დავინახე ფინჯინები, თევზები მაგიდაზე და მივხვდი, რომ ისინი აქ იყვნენ. ანუ თუ კი წესრიგია ზნაიმატება ed, ხოლო არაწესრიგი იწვევს თვისებურ ფორმას. წარსულ დროსთან იხმარება შემდეგის მიზეზები: before, after, when, as soon as, till, by the time, never, for, since, just, yet. Ever already. მაგალითად, after Sam gone to the shop, he went home. Sam-ის მაღაზიაში წასვლის შემდეგ ის წავიდა სახლში. დღეს ვისწავლოთ შორისდებული the interjection. Interjection არის შორისდებული. შორისდებული გამოხატავს ადამიანის განწყობილებას, გრძნობას, გაკვირვებას, რისხვას, სიამოვნებას, ნებას, სურვილს და ასე შემდეგ. შორისდებული შემდეგ ძახილის ნიშანს ან მძიმე დაისმის. შორისდებულებია wow. ანუ wow, harsh. So, chumad, well, ho. Hash something is coming true, ვიღაც მოდის. Bravo, Vasha. ანუ წამოძახილები. Wow, hash, well, something is coming, bravo. ესენი არის შორისდებულები. ანუ შორისდებული გამოხატავს ადამიანის განწყობილებას, ნებასურვილს, გრძნობას, გაკვირვებას, სიამოვნებას, გაოცებას და ასე შემდეგ. აგრეთვე ვისწავლოთ კიდევ ახალი არაწესიერი ცნები. Irregular verbs. To teach, taught, სწავლება. To drink, drank, დალევა. To ring, rang, დარეკვა ზარის. To sing, sang, სიმღერა. To make, made, კეთება, იძულება. To write, wrote, written, დაწერა. To build, აშენება. To teach, taught. To drink, drank. To ring, rang. To sing, sang. To make, made. To write, wrote, written. ჩვენ ვიზიტო, რომ წინ W არ იკითხება. To build. New words, ახალი სიტყვები. Ice cream, ნაყინი. Diet, დიეტა. Prefer, უპირატესობის მინიჭება. Poultry, შინაური ფრინველი. Will, ხბოს-ხორცი. Beef stick, ბიფშტექსი. Well done, კარგად შემწვარი. Overdone, დამწვარი. Ice cream, diet, prefer, poultry, will, beef stick, well done, overdone. ახლა ავიღოთ ნებისმიერი ცნობა და ვაწარმოოთ აწმოს სრულ დროში. Present perfect tense. ჩვენ ვიცით, რომ present perfect tense გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მოხდა ცოტა ხნის წინ და შედეგი სახეზეა. წარსულში რამდენჯერმე მოხდა და დრო არ არის მითითებული მოქმედების. იწარმოება have დღეს დამხმარებაზნით და ნამყოდროების მიმდევრობით. ავიღოთ სიტყვა sell, გაგვიტო და ვაწარმოოთ. წრეწებით ფორმაში. I have sold, მე გავყიდე. You have sold, შენ გაყიდე. We have sold, ჩვენ გავყიდეთ. They have sold, მათ გაყიდეს. He has sold, მან გაყიდა. ამრობითში, she has sold, მან გაყიდა. ბედრობითში. ხედავთ, რომ ყველა პირთან იწარმოება არაწესიერი ცნობა ერთნაირად. კითხვით interrogative. Have და has გადავა პირშნაირ სახელების წინ. Have I sold, გავყიდე მე. Have you sold, გაყიდე შენ. Have we sold, გავყიდეთ ჩვენ. Have they sold, გაყიდეს მათ. Has he sold, გაყიდა მან. Has she sold, გაყიდა მან. Negative უარყოფითი დაემატება დამხმარებლის შემდეგ not. I have not sold, მე არ გამიყიდია. You have not sold, შენ არ გაგიყიდია. We have not sold, ჩვენ არ გაგიყიდია. They have not sold, მათ არ გაუყიდიათ. He has not sold, მას არ გაუყიდია. She has not sold, მას არ გაუყიდია. დღეს გაკვეთილი ამით დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე.